მშვიდობის მივესალმები პოლიტიკურ პატიმრებს, დიდი ხანი არ მივსალმები ვარ და ასევე რა თქმა უნდა სოლიდარობას მეც გამოვხატავ არა მხოლოდ ჟურნალისტებისადმი, არამედ ყველა იმ ჯგუფისადმი, ვინც დღეს დახმარებას ითხოვს და ერთ-ერთი პირველი რა თქმა უნდა გვახსენდება დუშანის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვები, მაგრამ ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, როდესაც თქვენ დასვით კითხვა შიშთან დაკავშირებით, არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არ ეშინიათ, რომ არ ეშინოდეთ, მაშინ არ შექმნიდნენ ტროლების ქარხანას, ამ ტროლბოტების. მე ვფიქრობ, რომ მათ ეშინიათ საზოგადოებრივი აზრის და ამ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციის, რომელიც მათ შორის სოციალურ ქსელშიც გამოიხატება, სადაც ისინი ცდილობენ, რომ ამ ტროლების საშუალებით შექმნან სწორედ საზოგადოებრივი აზრი და ამ კანონებსაც იმიტომ ქმნიან, რომ ამ საზოგადოებრივ აზრში ჩაიკარგოს უკვე რაციონალური მოსაზრებები ან შეფასებები. რა თქმა უნდა, ბრაზი უნდა გამოვხატოთ, მაგრამ ზომიერი სარკაზმი ასევე ალბათ უნდა სდევდეს ამ პროცესთან და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ეს კანონები, რომელსაც მოქალაქეების დასაშინებლად იყენებენ, მათ საპირისპიროდ იმუშავებს აუცილებლად, თუ მოკლევადიან არა, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც, ვინაიდან აი ამ აზრის გამოხატვა კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით და დავეთანხმები, მაცივარი თუ ასეთ უყოფენ საზოგადოებას და ასე დაიყო საბოლოო ჯამში აქეთ და იქეთ მხარედ, ყველასთვის ცარიელია. წამლის ხელმისაწვდომობა, როგორც იმ მხარისთვის, ამ მხარისთვისაც ძალიან რთული არის და რა თქმა უნდა, ის ჩამორღვეული ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა იქნება თუ უსაფრთხოება, რომელიც თითოეული ჩვენი ბავშვისთვის გვინდა, რომ იყოს თანამედროვე სტანდარტის და განვითარებული ქვეყნის შესაბამისი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სისტემები, მათი შვილებისთვისაც მორღვეულია. გულისხმობ რიგით მოქალაქეებს, თორემ ეს ადამიანები, რომლებიც თავად თესავენ, ახლა ჩვენ ხედავთ კადრში სიძულვილს, მათ შორის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ყველაფერი აქედან დაიწყო, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ პარლამენტის წევრები, მინისტრები, მოადგილეები და ზოგადად ქართული ოცნების ძალიან თვალსაჩინო წარმომადგენლები როგორი სიტყვათა თანწყობით მიმართავდნენ, მათ შორის ქალებს პარლამენტის დარბაზშიც და შემდგომ ამაჰპოვა განვითარება სოციალურ ქსელებში სწორედ მათი ტროლბოტების დახმარებით და არც მინდა გვარები ჩამოთვალოს საერთოდ ამ ადამიანების, რომლებსაც შეძახილებიც კი ჰქონიათ, მათ შორის აქციის მონაწილეებისადმი. ამიტომ ნუ უყვირთ და რაც ყველაზე მთავარია, კანონები დასაშინებლად იქმნება, მაგრამ საბოლოო ჯამში სიტყვის თავისუფლებას როდესაც ეხება ეს ყველაფერი, მოქალაქეები, რა თქმა უნდა, ამ სიტყვას შესაძლებელია მოუპოვ დაადონ ბოქლომი, მაგრამ ეს აზრი არსად გაქრება. მათდამი დამოკიდებულება, მათდამი აგრესია და ის ნაცემი ადამიანები, მოწამლული ადამიანები, ის ბავშვები, რომლებსაც წამალს არ აძლევენ, ეს ემოციები არსად არ წავა და აუცილებლად პოვებს განვითარებას შემდგომში. ამიტომ მათ აქვთ შიში, რა თქმა უნდა, უკაცრავად და ეს შიში არის ძალიან ბუნებრივი და რაციონალური და აუცილებლად უნდა ეშინოდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიბრძვით იმ ქვეყნისთვის, სადაც კანონები უნდა იქმნებოდეს მოქალაქეების დასაშინებლად, კანონები უნდა იქმნებოდეს მოქალაქეების დასაცავად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ის ადამიანები, ის ხალხი, რომელმაც თუნდაც უფრო შორეულ წარსულს რო თავი დავანებოთ, საბჭოთა წარსული გამოიარა, საბჭოთა რეპრესიებს გაუძლო და ეს ბრძოლები მოიგო, ეს ხალხი მე დარწმუნებული ვარ, გენეტიკურად არის იმისთვის გადადებული, რომ ასეთი ტიპის ბრძოლა მოიგოს და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ.